საქართველოს ბანკის რიგით 22-ვე თანამედროვე ბიბლიოთეკა გურიის სოფელ ხიდისთავში გაიხსნა. საქართველოს ბანკი როგორც განათლების მხარდამჭერი ახალგაზრდებისთვის შემეცნების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ბანკი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის სკოლებში თანამედროვე ბიბლიოთეკებს, იდეათეკებს ქმნის. მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა ქართული წიგნის სახლთან და Energy Development Georgiasთან თანამშრომლობით აშენდა. უფრო მეტი დეტალი კი ჩვენს სიუჟეტში მოვისმინოთ. გურია, ჩოხატაურის რაიონი, სოფელი ხიდისთავი. ამწონებულ მთებში ჩაფლულ სოფელში ცხოვრება ისეთი ტემპით მიდის, როგორც სხარტ-გურულებს შეეფერებათ. საშუალო სკოლაც და პირველი ბიბლიოთეკაც აქ მე-19 საუკუნეში გამოჩნდა. მას შემდეგ ადგილობრივები თავიანთ მშობლიურ ხიდისთავს განათლებასა და წიგნიერებაზე ორიენტირებულ სოფლად მოიხსენიებენ. ხიდისთავის საჯარო სკოლის ეზოში მოხვდებით თუ არა, მაშინვე ის ისტორია ცოცხლდება, რომელსაც ის საუკუნეები ატარებს. პირველ რიგში ნოდარ დუმბაძის ბიუსტი შეგხვდებათ და როგორც თავად დუმბაძე წერდა, სწორედ ხიდისთავმა. ამ სკოლაში გატარებულმა წლებმა და ბავშვობამ აქცია ის კაცად და დაბადა მწერლად. ყველა ის სახასიათო პერსონაჟიც, რომელიც მისი ნაწარმოებებიდან გვახსოვს, ზუსტად ამ სოფელში იბადებოდნენ და ახლა 2026 წელს, როდესაც ცხოვრება შეიცვალა, გარემოც და ადამიანებიც ხიდისთავის საჯარო სკოლა თავის ისტორიული მისიის შესრულებას ისევ აგრძელებს. ამჯერად აქ განათლების ახალი კერა გაჩნდა. იდეათეკა და ამ ნარინჯისფერმა ოთახმა გურული ბავშვებისთვის ახალი ისტორიის წერაც დაიწყო. ჩვენ გურიის სკოლაში ესეთი რამ არ მინახია და ძალიან თოვარებული ვარ ასეთი სილაბაზით. ყველაზე მეტად დამაინტერესა იქ ნახეს ტიჩის წიგნი, ძალიან საინტერესო რაღაცები ეწერა. შევძლოთ სხვადასხვა პროექტები, სხვადასხვა მასალები მოვიძიოთ და დავიდოთ სხვადასხვა სარწმუნოებზე ძალიან ბევრი რამ ინფორმაცია მივიღოთ ჩვენ. იდეათეკა ძალიან მომეწონა რომ გაიხსნა ჩვენ სკოლაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წიგნები არის და ბავშვებს შეუძლია რომ ისე წიგნები მან წაიკითხოს და განათლება მიიღოს. იდეათეკა არის ლამაზი და არის საინტერესო წიგნები, რომელიც შეგვიძლია წავიკითხოთ და დაგვეხმარება განათლებაში, რომ ვისწავლოთ ჩვენთვის კარგად. აქ ჩვენ შეგვიძლია რომ მივიღოთ განათლება და რაც ეს ჩვენ სკოლაში არ ყოფილა და აქ შეგვიძლია ასევე არის თამაშები და რომ ამ თამაშებით გავიყვეთ და მივიღოთ ასევე ეს განათლება. წლების წინ, როდესაც საქართველოს ბანკმა იდეათეკის პროექტს საფუძველი ჩაუყარა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ახალგაზრდებისთვის შემეცნების გაფართოების შესაძლებლობის შექმნა დაიწყო, მიზანი ერთი და მკაფიო იყო. ყველა ბავშვს ჰქონოდა შანსი, რომ განათლების თანამედროვე რესურსებზე ხელი მიეწვდინა. იდეათეკების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. რიგით 22-ვე სტატუსი ხიდისთავის სკოლას ერგო და აქაც გურიის მთებში ჩაფლულ სოფელშიც მიიტანა ის, რაც ყველა ადამიანისთვის შეუცვლელი საჩუქარია. განათლებისკენ მიმავალი გზა გაკვალა. დღეს ძალიან სასიხარულო დღეა, ვინაიდან 22-ვე იდეათეკა გაიხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით, საქართველოს ბანკის და მისი პარტნიორების დაფინანსებით. ამჯერად ჩვენი თანადამფინანსებელი ამ პროექტის არის Energy Development Georgia, რომელიც ამ რეგიონში მოღვაწეობს და საქმიანობს. ეს არის იდეათეკა, რომელსაც ძალიან ბევრი სიხარული მოაქვს ბავშვებისთვის. აქედან გამომდინარე არის ძალიან ემოციური და ძალიან სასიამოვნო და ჩემთვის უსაყვარლესი პროექტი. ჩვენ ვაგრძელებთ ახალი პროექტების კეთებას მთელი საქართველოს მასშტაბით. წელიწადში 5-დან 8 იდეათეკამდე გაკეთდება მომდევნო წლების განმავლობაში ყოველ წელს. და შესაბამისად ეს მეტი და მეტ სიხარულს მიუტანთ მეტ და მეტ რეგიონს და ქალაქს. მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა, ზოგადი და საგანმანათლებლო რესურსი, კომპიუტერები, პროექტორი და STEM კუთხე. ხიდისთავის საჯარო სკოლის იდეათეკამ ყველაფერი გააერთიანა. ყველა ის დეტალი, რაც ამ პროექტის, ამ ნარინჯისფერი ოთახის ხელწერაა, რომელიც მხოლოდ ბიბლიოთეკა არ არის. ეს 11 რეგიონის, 28 სკოლის, 200,000 მოსწავლისთვის მიზნების მიღწევის საწყისია. ეს ასე თავმოყრილად ერთად ერთ სივრცეში არსებული ეს რესურსი, რომელიც აუცილებლად წაადგება ამ ბავშვებს და დააბრუნებს წიგნისკენ და ცოდნისკენ, დააბრუნებს მეგულისხმობ, აქ რა თქმა უნდა არიან ისეთები, რომლებსაც უნდათ, ისედაც უნდათ სწავლა, მაგრამ ეს იმ კატეგორიას მოატრიალებს წიგნისკენ, რომელიც მეტნაკლებად ინდიფერენტულად იყო განწყობილი.
ასე რომ იმ ისტორიულ სკოლაში, რომელმაც თაობებისთვის განათლების მიცემა საუკუნეების წინ დაიწყო, ახალი ფურცელი, ახალი ეტაპი იწერება. ბიბლიოთეკის საშუალებით ბავშვებს შანსი მიეცემათ, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლებს გაეცნონ. ექსპერიმენტები ჩაატარონ და თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად აქციონ. დიდი აღმოჩენებისკენ გზა კი სწორედ ასე იწყება. ბავშვების წლებზე დგას და როგორც დასაწყისში ვახსენეთ, ნოდარ დუმბაძის ნათქვამის არ იყოს, ამ სკოლის მოსწავლეების დიდ ადამიანებად ჩამოყალიბებას საფუძველს სწორედ ეს სკოლა ჩაუყრის, რომელშიც თავის სიტყვას ბიბლიოთეკა აუცილებლად იტყვის.